გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც ტრადიციულად, როგორც ყოველ სამუშაო დღეს, უძღვები ილია ჩაჩიბაია. ამ შემთხვევაში დღეს მე გახლავართ წამყვანი, სხვა დღეებში სხვა წამყვანებიც გვერდდებიან. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემა და მნიშვნელოვანი, ამავდროულად საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით. საქართველოდან წასული ემიგრანტები, როდესაც ბრუნდებიან სამშობლოში, მუდმივად სვამენ შეკითხვას, როგორ ცხოვრობთ ამ ფასების და ამ გადასახადების პირობებში. ასეთივე შეკითხვას გვისვამენ ჩვენ უცხოელები, როდესაც ტურისტული მიზნებით ჩამოდიან საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ეს რიტორიკული შეკითხვა დღეს დავუსვათ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს, რომელსაც ამ დროიდან შეუძლია დარეკოს ნომერზე 557 88 88. როგორ ცხოვრობთ, როგორია დღეს საქართველოში ცხოვრების დონე? სწორედ ამ კითხვაზე ველით თქვენს ზარებს, თქვენს პასუხებს. მე მოვიძიე ძალიან საინტერესო ცნობები, ძალიან საინტერესო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორია წლიური ან თვიური ხარჯი სხვადასხვა მიმართულებით დღეს საქართველოში მოქალაქეებისთვის. მაგალითად, იმისთვის, რომ ერთი მოქალაქე სრულფასოვნად იკვებებოდეს ერთი თვის განმავლობაში, საჭიროა 1000 ლარამდე ხარჯი. იგულისხმება რასაკვირველია სრულფასოვანი კვება, აქ ჯანსაღი კვება, იმისთვის რომ ორგანიზმმა მიიღოს ყველანაირი კალორია. 1000 ლარამდე ხარჯია საჭირო და ზემოთ იზრდება ეს თანხა სხვათა შორის გააჩნია ცხოვრების სტილს, მაგრამ მინიმალური ჯანსაღი კვებისთვის 1000 ლარი სჭირდება ადამიანს თვის განმავლობაში. ასეთი შემოსავალი ოჯახებსაც კი არ აქვს დღეს საქართველოში 1000 ლარი, არათუ ერთ ადამიანს. პენსიონერი საშუალოდ მედიკამენტებზე წლიურად ხარჯავს საქართველოში 1000 ლარიდან 5000 ლარამდე. ვიმეორებ, წელიწადში 1000 ლარიდან 5000 ლარამდე ეს საშუალო მონაცემია სჭირდება პენსიონერს მედიკამენტების ხარჯისთვის. კიდევ ერთი, გეგმიური სამედიცინო ხარჯები ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ პირობებში საქართველოში ერთი ადამიანისთვის 1000 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს. ვიმეორებ, ეს საშუალო მონაცემებია, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მეტი იყოს, ნაკლებიც კი შეიძლება იყოს. წელიწადში 60-ის შესაძენად მინიმალური ხარჯი ერთი მოქალაქისთვის 5000 ლარამდეა. 500 ლარამდეა უკაცრავად. ცრავად ეს მინიმალური ხარჯია და არა მაქსიმალური, შეიძლება გემოვნების მიხედვით უფრო გაიზარდოს, მაგრამ აი მინიმალურად რომ წელიწადში შეძლოს ადამიანმა გარდერობის განახლება, 500 ლარი მაინც სჭირდება ამისთვის. პირველი ზარია და შემდეგ განვაგრძობ ამ ძალიან საინტერესო მონაცემების ამოკითხვას. გამარჯობა. ისმის თქვენი ხმა, როგორ ცხოვრობთ? როგორია თქვენი ცხოვრების დონე? როგორც ჩვეულებრივ. დიახ. როგორც თავრობას მირჩევთ, როგორც რა ვიცით, ისეთი ცხოვრებას მაქვს ახლა. ქართველები ვირჩევთ, სხვა არ ვირჩევთ. ისმის, დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთან ბატონო წამყვანო, ყველა პრეზიდენტია, ყველა პრემიერ-მინისტრია, ყველა მართალია და ვინმე არ არის დამნაშავე, ყველა ლაპარაკობს. Karxana არა, ფაბრიკა არა. რით იქნება ეს? მარტო ემიგრანტები და ცოცხლობ საქართველოს. მეტი ვერ გაკაჭა იმ ხალხმა. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა თქვენი შეფასებისთვის. კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი, ერთი ადამიანისთვის მინიმალური კომუნალური ხარჯი ერთი თვის განმავლობაში 88 ლარიდან 133 ლარამდე მერყეობს. ეს ვიმეორებ ერთი ადამიანისთვის, ესეც მინიმალური ხარჯია ოჯახებისთვის, სადაც ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ეს ხარჯი გაცილებით მეტია. სტომატოლოგიური გადასახადები 30%-ით ძვირდება ყოველწლიურად. ტრანსპორტით მგზავრობით ხარჯი ერთი ადამიანისთვის 100 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს საშუალოდ თვეში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მას გემრიელად კვება ენატრება. განსაკუთრებით ამას ამბობენ სტუდენტები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები. ეს არის სუპერმარკეტების თანამშრომლები, მაღაზიათა სხვადასხვა ქსელების იქნება თუ აფთიაქების, ისინი ამბობენ, რომ შესვენებაზე მათი სადილი
წარმოადგენს ერთჯერად სულს, რომელიც ყველაზე იაფფასიანი პროდუქციაა, იმიტომ რომ ყოველდღიური ხარჯების შემდეგ გროვდება და თვიურად მათი ხელფასი ვეღარ უმკლავდება სხვა უფრო ძვირადღირებულ საკვებს. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი 557-88-55-88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. როგორ ცხოვრობთ? ეს არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, როგორც საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების მიერ, ასევე სხვადასხვა უცხოელი ტურისტების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. მე წაგიკითხეთ ყველაზე მთავარი ხარჯები რაც არის ადამიანის არსებობისთვის, ახლა გადავდივარ შედარებით ნაკლები მნიშვნელობის ხარჯებზე, მაგრამ აგრეთვე აუცილებელზე. მაგალითად, თეატრის ბილეთის ფასი საქართველოში 35 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. შეგიძლიათ თუ არა რომ წელიწადში ერთხელ მაინც, თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ მაინც წახვიდეთ თეატრში და შეიძინოთ ეს ბილეთები. ახერხებთ თუ არა ყოველ შემთხვევაში ამას. რატომაც არა წელიწადში რამდენჯერმეც უნდა დადიოდეს ადამიანი და ამის კულტურა ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ოპერის თეატრის ბილეთი 70 ლარამდე ღირს. კინოთეატრებში შედარებით დაბალი ფასია და 25 ლარამდე მერყეობს ბილეთები, მაქსიმალური ფასია 25, ხშირად უფრო ნაკლებიც არის. საქართველოში თვე არ გავა ისე რომ არ გაიმართოს სხვადასხვა მსოფლიო დონის შემოქმედების და ვარსკვლავების კონცერტები, მათ შორის კლასიკური კონცერტები იმართება, ჩამოდიან მუსიკოსები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და აქ კონცერტის ფასი 80 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი კვლავ. საქართველოში, როდესაც სხვადასხვა ფეხბურთის მატჩები იმართება, ბილეთის ფასი 1000 ლარიდან ზემოთ არის, ზოგ შემთხვევაში ოდნავ დაბალი ღირებულების ბილეთებიც არსებობს, მაგრამ ეს თითქმის ხელმიუწვდომელია. ერთი კვირით დასვენება, მე დავთვალე ეს სხვათა შორის და ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე. ერთი კვირით დასვენება საქართველოს კურორტებზე საშუალოდ 2 ადამიანისთვის 3000 ლარამდე თანხა ჯდება, ეს არის საშუალო მაჩვენებელი. შეიძლება ოდნავ იაფიც იყოს ზოგ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ხშირად ბევრად ძვირია. საინტერესოა ისიც, რომ თუ კი დავთვლით, შევაჯამებთ ყველა ამ ხარჯს, რაც ჩამოვთვალე, ამ შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ ყველა ეს ხარჯი გაიღონ წლის და თვის განმავლობაში და დამატებით რამდენიმე 1000 ლარი დარჩეთ დანაზოგის შესაქმნელად. ხოლო ჩვენი პენსიონერები მაგალითად ან ჩვეულებრივი დასაქმებულები ჩამოთვლილი საკითხებიდან ვერ დაფარავენ 1%-საც კი ამ ხარჯებისას. ასეთია დღეს ჩვენი სამწუხარო რეალობა და ამ მოცემულობაში როგორ ცხოვრობთ, ამ კითხვას ვსვამთ ინტერაქტივში. ზარია, გისმენთ? გისმენთ, გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ? ალო. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ვარ მე. დიახ, ქალბატონო, ეთერში ხართ, გისმენთ? მე ვარ 87 წლის ქალი. დიახ. ქრონიკული ავადმყოფი. ტელევიზორს უნდა დაუწიოთ ხმა, ქალბატონო, მაპატიეთ, ხარვეზი იქნება. გამორთოთ ხმა, საერთოდ ჯობია. გამოვთე შვილო. დიახ, განაგრძეთ, გთხოვთ. გამოვთე. 55 წლის სტაჟი მაქვს მედიცინაში. დიახ. არაფერი შეღავათი, არაფერი. კი ბატონო, სამანტყოფოდან გუშინ გამოვედი 10% დამიქვით ეს არა, ჩემთვის ის 10% ძალიან ძვირია. კომუნისტების დროს იმანეთი რომ იგვეთა ეკიმისთვის გადაყვებოდა. მე ჩემი მკურნალი ექიმი არ დამინახია. ერთი მიმიღო და ერთი მოვიდა კარგად იყავიო. არ ვიცი რა მკურნალობა, რას მიკეთებენ, რას აი ქალბატონო, თქვენთან ასეთი შეკითხვა მექნება. 88 წლის ვარო ბრძანეთ. დიახ. ბოლო 10, ბოლო 15 წლის განმავლობაში თქვენ ახერხებთ თუ არა რომ წელიწადში ერთხელ მაინც თეატრში, კინოში, კონცერტზე წახვიდეთ? არა. პოლიკლინიკაში მუშაობდი და 2 სერიას უყურებდი. საშუალება გქონდა, დრო გქონდა, სანამ დაიწყებოდა. 25 კაპიკი ღირდა ბილეთი. 25 კაპიკი. როგორც ეხლა 25. არა,
თეატრიც ძალიან მიყვარდა, კინოც ძალიან მიყვარდა. ვერაფერი რაღაც როგორ გეკადრება. არც ჩემ კორპუსში არავინ არ ვიცი, რომ თეატრში დადიოდეს. არ არის სასწრალება. დიდი მადლობა თქვენ საარისთვის. მადლობა. შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ახლა რა დროს თეატრზე, რა დროს კინოზე, ოპერაზე და კონცერტზე ან ფეხბურთის მატჩზე წასვლის საკითხია, როდესაც ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხიო, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც გვაჯერებენ, გვიმტკიცებენ, რომ ეკონომიკა ყვავის, ძალიან კარგია ცხოვრების დონე საქართველოში და ყველაფერი წინ მიდის, ამ ფონზე თეატრშიც უნდა დადიოდეს მოქალაქე, კინოშიც და რატომ არა წელიწადში ერთხელ ახერხებდეს საქართველოს კურორტებზე სიარულს. წელიწადში 4 ჯერაც უნდა ახერხებდეს, მაგრამ მე მინიმალურს ვამბობ. მორიგი ზარია, გისმენთ? ხო, ალო, გესმით ბატონო ჩემი. თქვენი ხმა ისმის ბატონო, დაიწყეთ საუბარი. კომუნისტებს რომ აგინებენ, ბატონო, უსილცულოდ. კომუნისტებს მაგათოს ყველაფერი მისაწვდომი იყო. ხელმისაწვდომი იყო ყველაფერი კომუნისტების ბატონო. და ესენები წახვიდოდი საგზურები იყო, ყველაფერი იყო. პენსია იყო და ამ პენსია ჟობდა. ეს ვინა ეს უსინდისები ასე ნამუსი არა ქვენ სულ ბატონო. რას გავს აი? ახლა ქალბატონი გამოვიდა თეატრში რა ფერწაო 450 პენსიის ბატონი 100 ლარი რომ ვირა ქვია. რა ფერწაო? როგორ წაო? მადლობა თქვენ. მადლობა. 2-5-7-95-98 შეგიძლიათ დაგვირეკოთ ამ ნომერზე. ზარია გადაცემაში და უკვე შეგვიძლია მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს დავუთმოთ ჩვენი საეთერო დრო. საინტერესოა მისი პასუხი იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეს დღეს. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ხომ? თუ კი ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი კარგად არის, მაშინ ადამიანები უნდა ახერხებდნენ იმ მინიმალური ხარჯების დაფარვას, რაც მე ჩამოვთვალე და კვლავ გავიმეორებ მათთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა. ამ ფონზე ჩვენ ვერ ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე გეგმას. თუ როგორ უნდა მოგვარდეს სოციალური ვითარება ქვეყანაში. მეცაც გეტყვით, სამწუხაროდ არ აღიარებენ, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. რაიმე გეგმა, რაიმე ქმედებები ხომ უნდა შესთავაზონ ქვეყანას და მოსახლეობას. აი 88 წლის ქალბატონმა დარეკა, რომელიც 15 წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა თეატრში, ერთხელ არ ყოფილა კინოში და ამბობდა ის, რომ ძალიან მიყვარს ეს ყველაფერიო. ხშირად დავდიოდი და სიამოვნებით ვივლიდიო. და ასე ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა. დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, როგორ გავიტანოთ თავი და როგორ გადავაგოროთ თვეან წელიდან მეორე დღემდე მივახციოთ, რომ საკვებით და მინიმალური შესაძლებლობებით ვიარსებოთ. და ეს არის ძალიან მძიმე და ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად რომ გეგმა შემოგთავაზოს, კვლავ აგრძელებს ლაპარაკს, აბა ომი გინდათ, აბა ჩვენ თუ არა ნაცები გინდათ, აბა ნაცი გინდა, აბა ქოცი გინდა და აი ამ რიტორიკაში და ამ ერთ და იგივეში გადის უკვე ცხოვრება. გავიგეთ ბატონო, კარგია რომ ომი არ არის, მადლობა ამისთვის, მაგრამ გადადით ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სოციალური მიმართულება. ტრაგედიაში ვცხოვრობთ. წარმოუდგენლად გაზრდილია ფასები, გადასახადები და არ იზრდება არც შემოსავლები, არც ხელფასები, არც პენსიები და არ უმჯობესდება ადამიანების ცხოვრება. პირიქით. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო? გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბორჯომიდან, მოკითხვა ბორჯომს. ერთი წუთი ადამიანება შეიძლება ვქნებოდი. ბორჯომში გაიხსნა მაგნიტის მაღაზია. დიახ. მაგნიტის მაღაზია. ეს იქიდან მომედი და ვარ, ესე იგი გონზე არა ვარ ჯერჯერობით, მაგრამ მაინც გერეკა. რა მოხდა? 45 ლარი აწერია ხორცსა. 45 ლარი. დანაწევრებულია, თები ცალკე ბარკაცალკე ესეა, რომ ვიანგარში ერთი ცალი ქათამი 120 ლარი გამოდის. წარმოგიდგენია. რომელ თეატრზე ლაპარაკი, რომელი მასზე ლაპარაკი, მაგრამ მე რა მიკვეს იცი, თუ ასე ძალიან გაიზარდა ეკონომიკა, თუ ასე ძალიან წინ მივდივარ, თუ ასე, აი რატო ხალხს, აი თვითოულ ადამიანს რატომ არ ეთყობა? რატომ იმ 400 ლარის გარდა არ გვიმატებენ რა, რაღაც 20 ლარი რო გადმოგიგდეს და ვითომ გაგვაჩუმეს. 40 წელიწადი პედაგოგად მუშაობდი, როგორ მე 40 წლის მანძილზე 400 ლარის მეტი არ მეკუთვნი.
რა ეს სასწაული ფაქტები მეხე დღესა დაგიჯებული მოვდივართ. მე და ჩემი მეუღლე ვართ. ვისაც ბევრი ჩვენები ხავს, რა საჭმევენ და რითი გადიანიოლა. დიახ. აღარ შეგატყუხოთ, მაგრამ იცოდეთ რომ ბავშვებში გაიხსნა მაგნიტის მაღაზია, სადაც 45 ლარი ღირხოთ. დიახ, მადლობა ქალბატონო ზარისთვის, იცით თქვენ რომ ობიექტივმა დაიწყო აგრეთვე გადაცემათა ციკლი, რომელიც აი ამ მსხვილი მაღაზიათა ქსელების საქმიანობის შესწავლას უკავშირდება და კარგია ეს ინფორმაცია რომ მოგვაწოდეთ. შეგახსენებთ რომ იმისთვის რომ ადამიანმა საქართველოში ერთმა მოქალაქემ სრულფასოვანი კვების შესაძლებლობა გამოძებნოს, ამისთვის 1000 ლარია საჭირო. ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება აქვს მხედველობაში, რაც შეიცავს ყველანაირ ჯანსაღ ვიტამინს ადამიანის სიცოცხლისთვის. სხვა შემთხვევაში არასრულფასოვანი კვება უკვე დროთა განმავლობაში კლავს ადამიანებს, ეს ვიცით. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. რომელი ეკონომიკა ყავისეთი გამაგებია. ხალხები მუშაობს, ფაბრიკები მუშაობს და ეკონომიკა ყავისეთი ხალხობის სახეში. სადა ეკონომიკა გამაგებია. დიახ. რომელი ეკონომიკა დასაუბრა. ეკონომიკა არის ისე, რომ ტურისტები ჩამოვლია. უნდა იყოს ხალხები, ფაბრიკები და მასლა უნდა აყვავდეს ეკონომიკა. ეს ეკონომიკა არა. მადლობა თქვენს არისთვის. პენსიონერის საშუალო ხარჯი მედიკამენტებზე მერყეობს წელიწადში 1000-დან 5000 ლარამდე. საშუალო ხარჯია ეს ვიმეორებ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მეტიც იყოს ან ნაკლები. გეგმიური სამედიცინო ხარჯები საშუალოდ 1000-დან 3500 ლარამდე მერყეობს. გადაუდებელ ხარჯებს არ გულისხმობ, კარგია რომ იქ სახელმწიფო ნაწილს აფინანსებს ამ ხარჯებისა და ეს უნდა დავაფასოთ. წელიწადში 60-ის შესაძენად მინიმალური ხარჯი, მინიმალური ხასვლა ერთი მოქალაქისთვის 500 ლარამდეა. ზარია გადაცემაში, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი გთხოვთ. ხმას არ იღებს არის ავტორი, მადლობა რომ დაგვირეკეთ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა გესაუბრათ და თქვენი აზრი გამოგეთქვათ. აღსანიშნავია რომ მინიმალური კომუნალური ხარჯი ერთი ადამიანისთვის თვეში 88 ლარიდან 135 ლარამდეა. მინიმალური აქაც ხასვლა, მაქსიმალური და საშუალო შეიძლება მეტი იყოს. სტომატოლოგიური ხარჯები ყოველწლიურად წლიდან წლამდე 30%-ით იზრდება. ისედაც ძვირია, ვიცით, კომუნალური უпроსორად ასეთი კლინიკების მომსახურება სტომატოლოგიური და ეს 30%-იანი მატება უფრო ამძიმებს ვითარებას. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო ილია. გამარჯობა. ეს უბედურობა ჩვენში მოდის მას შემდეგ, რაც ედუარდ ამბროსიჩმა მიიწვია ანაბრები 40 მილიარდი დოლარის ტოლი. ის ოქონდეს ხარჯორ ადამიანს, მაშინ არ იქნებოდა ასეთი გაჭირებული ცხოვრება. მიიწვია ის ბიუჯეტიდან გიავდა დაუბრუნონ ხალხს ეს პული. შევარნაძის გამომავლობას ჩამოარდან და მიწერ ხალხს. დიახ. მადლობა. მადლობა თქვენს არისთვის. ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯი 100 ლარიდან 200 ლარამდეა საშუალოდ თვეში. გამოკითხული მოსახლეობის 75% ამბობს, რომ გემრიელად კვება ენატრება. განსაკუთრებით ამას ამბობენ სტუდენტები და სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული მოქალაქეები, ვისაც დაბალი ხელფასი აქვთ და თავიანთი ანაზღაურებით ვერ ახერხებენ სადილობას სრულფასოვნად და ერთჯერად სუპებს მოიხმარენ, რაც ყველაზე იაფია მათი თქმით. მორიგი ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა გენაცორე. გამარჯობა. აი ხლა იყო გაკრა საუბარი, რომ აი რატო თეატრი არ მიდიხართ ეკონ? რომელ თეატრზე და რომელ ეკონომიკაზეა ლაპარაკი? რომელი? ეხლა მე თქვენ ეს რამეს გეტყვით. აი დღეს მაგალითად აი ქალმასლა რო თქვა ისეთი ფასებია საგიჟეთია. მე მაგალითად წარმოებელს ეგენი ხუპავენ, წარმოებელ. მე რო დავიწყო დღეს კიდე გეუნები 200 მეტრიდან გამომდის წყალი, სულ და ნატურალური წყალი. წყალი უკვე დახადეს ლარი და 85 დაბალფასიანი ბენზინის ფასი. გამიგერ ასაკეთებელი რა ხდება გამიგე. ბოლო ვინ არიან ესე უქველმოქმედება ჩადებული. ბიუჯეტიდან აიღო და მოიყოლო ეროვნული ხალხი მოიყოლეს საფალოში.
რა არის რატო თურქეთის ეკონომიკას იდებენ ესენი პულსა და აიხლა ქალმა ილაპარაკა ქალმა მატლი რო ეხია სანებით სადგურიდან რო იყო მისული ის თურქი კი არ დააჯარიმოს უნდა ჩაულაგოთ ის თავარი ჩასად პლექტაში და თურქეთში ისე შეუცვლად რომ მეორედ აღარ შემოიდეს მასეთი რამე მადლობა თქვენს არისთვის გეთანხმებით მე და თქვენ რომ ვცადოთ ქართველებმა საქართველოში ქართული ბიზნესის წამოწყება, აი წყალი ახსენეთ მაგალითად და ხარისხიანი წყალი რომ ჩამოვასხათ მაგალითად, არც ერთი ქართული სუპერმარკეტების ქსელი არ შეგვატანინებს ამ პროდუქციას, იმიტომ რომ გარიგებული არიან ჭყონიებთან, ხაზარაძეებთან, სამთავრობო თუ ოპოზიციის წარმომადგენლების ბიზნესებთან და შეაქვთ მხოლოდ ეს პროდუქცია, რომელიც ძირითადად არის ონკანიდან ჩამოსხმული წყალი, რომელიც სრულებით არ არის ხარისხიანი. ასეთი სავალალოა ამ კუთხით ვითარება. მორიგიზარია გისმენთ? ალო. გამარჯობა. გისმენთ? გამარჯობათ, მე ვარ ეთეჩ. დიახ, თქვენ ხართ. გისმენთ, გამარჯობათ, ბატონო, გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. რა ვქნათ ახლა გინდა თქვენ იყოთ, გინდა საზოგადოება, ისეთი ჭეშმარიტება უნდა ვთქვა, რომელიც აუცილებელია. ეს ყველაფერი რა დღეს ხდება? ის კომუნისტების ბრალია, რომ მისწირიან იმ დაწყევრილ წყობას. კი, შედარება არ არის ვითომ დღესა და იმ დროინდელს, მაგრამ ეს არის ყველაფერი კომუნისტების ბრალი. აი მენტალიტეტის ბრალი, რაც კომუნისტურია. ესაც იგივე ხალხია, ის მენტალიტეტის ხალხია დღეს ყველგან. რომ საბჭოთა წყობილების ქვეყნებში ზუსტად ისინი არიან. სანამ ეს ისეთი სარეველაა, ისეთი სარეველაა კომუნისტი, როგორც აი მინდორში ჭანგაბალა. ძალიან ძნელია ამათი სანამ ეს არ მოიპოვა. სანამ ეს არ მოიპოვა, არ გვეშველება. კომუნისტის ხსენება სანამ არ მოიპოვა, არ ვიცი, ვისაც ეწინება ერთგვარად. სანამ ეს არ მოიპოვა, მე დიახ, დაასრულეთ ბატონო. გაითიშა როგორც ჩანს. ახლა გადავდივარ სხვა ხარჯებზე. მაგალითად, თეატრის ბილეთი საქართველოში 35 ლარიდან 200 ლარამდე ღირს. ოპერის თეატრის ბილეთის ფასი არის 70 ლარამდე. როგორც მე ვიცი, უფრო ძვირიც არის ზოგ შემთხვევაში, ან შეიძლება ნაკლებიც იყოს გარკვეულ ვითარებაში. კინოს ბილეთები, აი საშუალო ფასი კინოთეატრში 25 ლარი ღირს ბილეთი. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 80 ლარიდან 100 ლარის 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ზოგ შემთხვევაში ოდნავ ნაკლები, ზოგ შემთხვევაში ოდნავ მეტია. 1000 ლარიანი ბილეთებიც არსებობს, მაგალითად, აი აპრილის თვეში იმართება ერთ-ერთი უცხოელი შემსრულებლის კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ძალიან მიყვარს მე პირადად კლასიკური მუსიკა და გავეცანი ბილეთების ღირებულებას და მინიმალური ფასი ბილეთისა იყო 80 ლარი. და მაქსიმალური ადიოდა 500 ლარზე და უფრო მაღლაც კი ზოგ შემთხვევაში. და პირადად მე ვცდილობდი შეძენას, მაგრამ 80 ლარიანი ეს ყველაზე იაფიანი ბილეთიც კი თითქმის ამოწურული იყო და ვერ შევძელია მის შეძენა. და უფრო ძვირად ღირებულების კი პირადად მე სამწუხაროდ როგორც ძალიან არ უნდა მიყვარდეს თქვა კლასიკური მუსიკა, უფრო ძვირიან ბილეთს ალბათ ვერ შევიძენ. ასეთია ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უმეტესი ნაწილის ცხოვრების დონე ალბათ დღეს საქართველოში. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით ილიაშვილო. აი გამოდიან მოსახლეობა და ვისმენ და ამბობს ისეთ რამეებს, რაც რეალობა არის. აი ახლა ბაზარში რო გახვიდე, რა ფასებია ყველაფერს ილია გაიარე შვილო. ქალბატონო, ერთი შეკითხვა მაქვს. კი, ფასებთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი ვიცით და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მე უფრო სხვა მიმართულებაზე მინდა დაგისვათ შეკითხვა, აი თეატრი, კინო, წელიწადში ერთხელ დასვენება, ეს არ არის გადაჭარბებული ფუფუნება ადამიანისთვის დღევანდელ სამყაროში. თუ არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი თქვენთვის ან თქვენი ნაცნობებისთვის? რაც მეუბნები, ჩვილო, დამცინი ხარ. 315 ლარი იყო აქამდე 70 წლამდე რა. 70 წლის მაღლა, ეხლა 70 წლის იანდა გახადეს 340. რა ფუფუნება, საკნის ფული არა გვაქვს, წამლის ფული არა გვაქვს, პენსიონერებს. რო ამბობენ რომ ისაო ორნიში ამდენი ნიშნა ეკონომიკური დაგვაქვს. მე დამეთახველი მაგათ ჯიბებს, მაგათ ცხოვრებას, მაგათ ოჯახებს. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. აი მაშინ თუ კი ეს ყველაფერი ხელმიუწვდომელია თქვენთვის, როგორ ცხოვრობთ მართლა? აი როგორ იწყება დღე? ცუდად ილია შვილო, მეგრე პატიჟები ჩემს სახში და უნდა გაჩვენო.
ჩემი ცხოვრება აი როგორ თავსიწონებენ ეს ივანიშვილო თავსიწონებდა ჩემ პენსიები გავზადეთო და 350 ლარი პენსიონერები რო დაყო მე კიდე გამოდიან სპეციალისტი ხალხი და ამბობენ რომ მე ამდენი წელი ვიმუშავე იმდენი წელი ვიმუშავე რა შუაშია ეგ გაჭირება ერთია ღარიბობა ერთია თაცები ერთია და ვერ გამიდი ეხლა შენ მეტი რატო უნდა მოგეწეს თუ იმუშავე შენი თავისთვის მუშაობდი რომ გეჭამა და გესვა და ეს რა მიდგომა აქვს არ მოსახლეობის ხალხს რო გამოდიან და ლაპარაკობენ ტელევიზიით ეხლა ქალბატონმა ბრძანა რომ მასწავლებელი ვარ და 40 წელი ვერ სახურეო ქალბატონო თქვენ ემსახურეთ თქვენთან ცხოვრობდით და ვერ გამიგე რატო უნდა განსხვავდეს პენსიონერი ცხოვრება ხო ერთნაირია რა ფაქტები ხო ერთნაირია მე კიდე კაცო ამ თავრობის ხალხს ვერ ესმის ყუები არიან ბრლები არიან თვითონ რომ კარგად ცხოვრობენ ჩვენ რა გავაკეთოთ პენსიონერებმა და სოცდაუცელებმა რა უნდა ვქნათ დიდი მადლობა აი რა გავაკეთოთ რა დიდი მადლობა ძალიან კარგი შეკითხვაა ქალბატონო რა გავაკეთოთ რა მიმართვა იყო ხელისუფლების მიმართ. 13 წელი დაიწყო ქართული ოცნება მთავრობაშია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებენ და გვარწმუნებენ, რომ ეკონომიკა წინ მიდის, ვითარდება, ყველაფერი კარგად არის. მეტიც ისე შორს წავიდნენ, რომ საქართველოში სიღარიბე დავძლიეთო ეს თქვეს. მაგალითად, ბავშვთა შიმშილიანობის გამო გადააყენეს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ეს როგორ გაერომ დადო მონაცემებიო რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენო და გადააყენეს ამ მიზეზით კვირიკაშვილი. მოვიდა სხვა პრემიერ-მინისტრი, რა შეცვალეს? იმის ნაცვლად რომ რაიმე გეგმა შემოგთავაზონ. მთელი ეს 13 წელია გვეძახიან, აბა ნაცები გინდაო? რაღაც კრიტიკულს თუ გაბედავ და იტყვი შენო, ნაცი ხარო, ნაცებისკენ ხარო? ყველას ტვინგამორეცხილს და მოღალატეს უწოდებენ, ვინც მათკენ არ არის და მათ ნაბიჯებს არ ამართლებს. აბა ომი გინდათო? გავიგეთ, ვიმეორებ, სწორია რომ ომის კუთხით მიიღეთ ჯანსაღი ნაბიჯები გადადგით ამ კუთხით, მაგრამ ნუ ახლა გადავინაცვლოთ, სხვა არ არის ეს ომი, აგრძელებთ ამ პოლიტიკას, რომელიც ომის წინააღმდეგ არის, გვიხარია, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ცხოვრებაც უნდა შეიცვალოს, რაღაცა გაუმჯობესდეს. უარესდება ყოველდღე ყველაფერი, ყოველდღე უფრო ზვირდება ფასები, გადასახადები, საბანკო პროცენტები. როდემდე ვაპირებთ ამ ვითარებაში ცხოვრებას, ჩემთვის წარმოუდგენელია. მორიგი ზარია გადაცემაში, როგორ ცხოვრობთ, ეს არის ჩვენი შეკითხვა დღეს. გისმენთ, დაიწყეთ. მოგესალმებით, ბატონო ილია. მოგესალმებით. პატუცემულ თანამოქალაქეებსაც იქით რა არის? ყველაფერს როიწვილი სადატრიალებულა დოლები ჩემთავზე თორე. ყველაფერი გამოვცადე. სიდუქტირეთ, ისეთ არაფერი აღარ მიწის. სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით. ამას საზღვარი არ არის. საოცარი ფასებისასაც და აი მე უნდა დაგისვათ მაინც ეს შეკითხვა. ვიღაც იფიქრებს ახლა რას ჩააცივდა ეს ილია ჩაჩიბაია ამ თეატრს და კინოსო. როდის იხავით თქვა ბოლოს თეატრში და კინოში? გეტყვით ბატონო. თეატრში ვიყავი დაახლოებით 1 კვირისი. მიხარია. კი ბატონო. მე თვითონ ძალიან მიყვარს, არავის მივეჩვით, მიჩვენს ამბავი ხა. რო აღარ არიან ის გენიოსები, რამაც ხვიყვაძე და დიდი ელოსი, რა თქმა უნდა აღარ დავდივარ რუსთაველზე იმაში მარჯანიშვილზე. მარჯანიშვილი ძალიან მიყვარდა. იმიტომ რომ ცხონებული პაპაჩიმე მეუბნებოდა ხოლმე მარჯანის თეატრში უფრო ხშირად იარეშვილო. პატარა იყო თვითონ ვიყავი მე მაშინ დავყავდი იქ დიდი გენიოსი ვასო გოძიაშვილი ბორკავდა და მართალიც იყო. ხო და ეხლა გეტყვით თავისუფალ თეატრში დავდივარ ძირითადად არ წვირილის ბილეთები 15-20 ლარი რომ ვთქვა. ეხლა გეტყვით აი თქვენაც ბრძანეთ კონცერტებზე. მონია ბედნიერება ისეთი გენიოსის კონცერტზე ყოფილიყავი როგორიც იყო უდიდესი პიანისტი მსოფლიოში აჰმად ჯამალი ჯაზის. თბილისში რო იყო რეი ჩარლზი ჩამოსული 97-ში ვერ წავედი, იმიტომ რომ მაშინ არ ვიყავი ისე კარგად და არ მქონდა ის $200 გერდა მაშინ საკმაოდ ისეთი დიდი ფული იყო ეს $200. სამაგიეროდ ვიყავი გენიალურ პიანისტი ეს რო იყო მომიტევეთ ჯუჯა მიშელ პეტრუჩიანი 25 თუ 50 ლარი გირდა არ იყო საგანი იმისთვის რატო იყო რეისისა აი რეი ბრენდი იყო უფრო და ეს ამ გენიოსის სოფიო ლეგენდა არის ჩარლზი და ამიტომ ალბათ
კეთილი, მადლობა, მიხარია რომ თქვენ ამას ახერხებთ, ძალიან კარგია და მისასალმებელია. აგრეთვე წელიწადში ერთხელ მაინც თუ არის ვთქვათ თქვენთვის მორიგი ზარის ავტორს ვკითხავდი დასვენება საქართველოს კურორტებზე ხელმისაწვდომით, გნებავთ უცხოეთში, რატომაც არა. მაგალითად, ყველაზე დაბალი ხარჯი იმისთვის რომ საქართველოში ერთი კვირით ორმა ადამიანმა დაისვენოს ამისთვის კვება და სასტუმროა აქ გათვლილი და არადამატებითი ხარჯი 3000 ლარი ჯდება მინიმუმ ეს. ახლა წარმოუდგენლად ძიმე პირობებში თუ ვიღაცა ახერხებს, შეიძლება უფრო ნაკლებიც გამოვიდეს, მაგრამ მე ვგულისხმობ საშუალო და მინიმალური, აი ეს დათვლა აქ, გათვლა. მორიგი ზარია, გამარჯობა. აი პენსია არ აქვს, პენსია არ აქვს. ჩვენ რო პრაც პენსია გვაქვს და სოციალური გვაქვს. დიახ. დიახ, მადლობა, პენსია არ ყოფნისო და როგორ დავფარავთ ამ ხარჯებსო, ალბათ ეს იყო პათოსი. სხვათა შორის საქართველოს პარლამენტის წევრი, რომლის ხელფასიც არის დღეის მდგომარეობით 11600 ლარიდან 14600 ლარამდე თანამდებობების მიხედვით თავისუფლად დაფარავს ყველა ამ ხარჯს, რაც მე ჩამოვთვალე დღევანდელ გადაცემაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯებია აქ, თორემ ფუფუნების სხვა ხარჯები არ მაქვს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული. თავისუფლად დაფარავს, კიდევ დანაზოგისთვისაც დარჩება ეს თანხა და ამას დამატებული ფუფუნების სხვა საშუალებებსაც არ მოიკლებს. მაგრამ აი პენსიონერთან დაკავშირებით ან მაღაზიათა ქსელში ან აფთიაქში დასაქმებული მოქალაქისთვის როგორ იქნება? 1% ამ ხარჯებიდან ვერ დაფარავს სამწუხაროდ ასეთი დასაქმებული მოქალაქე ან პენსიონერი. და ნუ თუ ეს შეიძლება ხდებოდეს გაზრდილი ეკონომიკის პირობებში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. მე ვრეკავ ობიექტივის პირდაპირ ეთერში და ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ძალიან გთხოვთ და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. ეთერში ხართ ახლა თქვენ. არა, ლაპარაკო შენ კარგით, მაპატიეთ, მაგრამ ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, გაგთიშავთ, სხვა გზა არ რჩება უბრალოდ, ხარვეზე იქნება ეთერში. დაიწყებთ საუბარს თუ ისევ ტელევიზორს გქნებავთ უსმინოთ და დაელოდოთ თქვენი ხმა დაგვიანებით როდის მოვა. კარგით, მაპატიეთ, დრო დავკარგეთ, ხელახლა შემოგვიერთდით და ტელევიზორის ხმა ბოლომდე გამორთეთ. 557 95 85 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, ხალბატონო. აი რომ გამოდიან რა ვქნათო. პენსიონერებმა ქუძე კაცი გარეთ გამოვიდო და მოვითხოვოთ პენსიის გადიდება. იმათი ხელფასების შემცირება. 14000 რო აქვს ხელფასი, იმის გარდაც აქვს იმათ ბევრი რაღაცეები. რაც შეეხება შვილო თეატრს 80 წლის ქალი ვარ და 40 წლის რომ ვიყავი მის მერი აღარ ყოფილვარ. ისეთი გაუბედურებული ცხოვრება გვაქვს. რა გვეთეატრება, რა გვეკინოება, ყველაფერიც გვინდა, მაგრამ საჭმელი არა გვაქვს და თეატრი მინდა. დიდი მადლობა, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მეც მინდა შემოგიერთდეთ გარკვეულწილად და გითხრათ ჩემი გამოცდილებით, რომ მეც ვერ ვახერხებ თეატრში სიარულს, ვერც ამ კონცერტებზე, რომელიც თბილისში იმართება, იმიტომ რომ ძალიან ძვირია ხშირ შემთხვევაში ბილეთები და უფრო მეტად ეს არის მიზეზი. მაგალითად 1000 ლარიან ბილეთს მე ვერ შევიძენ, იმიტომ რომ არ მაქვს შესაბამისი ანაზღაურება. თუ კი ბილეთს შევიძენ, მაშინ უნდა ვიშიმშილო და ნუ არჩევანს ვაკეთებ პირადად მე გიზიარებთ ახლა ჩემს გულის ტკივილსაც, რომ მირჩევნია არ ვიშიმშილო და ეს კონცერტი, თეატრი, დასვენება თუ სხვა ყველაფერი მოვიკლო და ასე ვცხოვრობთ უმეტესობა, ხო? მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? გაითიშა, ძალიან მწუხვარ. როგორ ცხოვრობთ? ეს შეკითხვა ძალიან ხშირად ისმება განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და ხედავენ ჩვენს ფასებს და შემდეგ ადარებენ ამას საშუალო ხელფასს ან პენსიას, რაც ქვეყანაშია და აგრეთვე ამ კითხვას ვამენ ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც ან სტუმრად ან მუდმივად ჩამოდიან, ბრუნდებიან საქართველოში, გაოცებული რჩებიან. მორიგი ზარია, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? კარგით, ნუ არ არის კავშირი.
ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა შვედეთში. 1000-ობით მოქალაქე გადაწყვიტა, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინა სუპერმარკეტების მსხვილი ქსელებისთვის. იმიტომ რომ ამ ქსელებმა ბოლო დროს გაზარდეს პროდუქტზე ფასები. ძალიან საინტერესო მაგალითია, ხომ? აი, ხომ არ გვეფიქრა ჩვენც, ვთქვათ, რაღაც მსგავსზე. თუ არ ვიმოქმედებთ და თუ პროტესტს არ გამოვთქვამთ, თავისით არაფერი არ შეიცვლება. ძალიან საინტერესო რამ გააკეთა შვედეთის მოსახლეობამ. 1000-ობით ადამიანი ერთიანად, ერთხმად ამბობს, აცხადებს, რომ არ შევალ ზოგიერთ კონკრეტულ სუპერმარკეტში, იმიტომ რომ იქ ფასები გაზარდეს. და ამით დიდ დარტყმას აყენებენ სხვათა შორის ამ მაღაზიათა ქსელებს ფინანსური კუთხით. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ, დაიწყეთ საუბარი. როგორ ცხოვრობთ? რა არის თქვენი სათქმელი დღევანდელ ჩვენს თემასთან დაკავშირებით? კარგით, რა გაეწყობა, არ არის კავშირი, ჩემი თხოვნა იქნება, რომ როგორც კი გამოვა თქვენი ზარი ნომერზე 557 88 55 88 დაუყოვნებლივ გამორთოთ ტელევიზორის ხმა. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი გადაცემები მოისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 105.1, ჩვენ მაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში, ემიგრანტებისთვის ვიტყვი, რომ უცხოეთში ჩვენი მაუწყებლობა ხელმისაწვდომია თანამგზავრის მეშვეობით, თანამგზავრის კოორდინატებს ნახავთ ობიექტივის ვებგვერდზე, ასე რომ ყველა საშუალებით ჩვენი ეთერი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს. მორიგი ზარია გადაცემაში, გისმენთ? მოვისმინე გენაცვალე რა, ჩვენ პენსიონერმა ხალხმა. ხვირი გაგვიდა, პესოქი გაგვიდა, მარგი გაგვიდა. ორი გაგვიდა. რა ვიყიდეთ 350-ზე. დიახ. აი რა გავაკეთე? ამ პენსიონერმა რა გავაკეთე? აი ძალიან საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხი. როგორია თქვენი ყოველდღიურობა? როგორ ცხოვრობთ? დილით იღვიძებთ, რა არის თქვენი, ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა? როგორ უყურებთ იმას, რომ მარტო პენსიას ვარაფერი. და რა არის თქვენი სათქმელი ხოლმე, გულიდან ამოსათქმელი, როდესაც ხედავთ, რომ თეატრში წასვლას ვერ ახერხებთ გადის წლები, ვერ ახერხებთ ოპერაში გნებავთ, რატომაც არა, კინოში წასვლას თუნდაც თვეში ერთხელ, ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას, რომელიც პერიოდულად იმართება თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში, კონცერტზე დასწრებას, რატომაც არა, გემოვნებიანი, კარგი მუსიკა ყველას სჭირდება და ყველას უყვარს. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან კლასიკური მუსიკის მოყვარულები. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დასვენება სხვადასხვა კურორტებზე. არის ეს შესაძლებელი და ხელმისაწვდომი და თუ არა, მაშინ როდესაც ამას ხედავთ და ამას გრძნობთ და პარლამენტარის 14000 ლარიან ხელფასს უყურებთ, აი რა არის ხოლმე თქვენი სათქმელი. მორიგი ზარია, გისმენთ? შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გაითიშა უმანიშნეს. ვისაც სურს შემოგვიერთდეს გადაცემაში, შეუძლია აკრიფოს ნომერი 557 88 55 88. ობიექტივი გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ვარ, კი ბატონო. დიახ. დაიწყეთ. კი ბატონო. აი, დღეს ემსოში ტელევიზორი გამოთვლილი მაქვს. დიდი მადლობა. მომისმინე ძალიან კოხტად. მე პენსიონერებზე არ მაქვს საუბარი. აბა მშიერი ხალხი სად არის? მე ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ, იცოდეთ. წინასწარ უბრალოდ იცი და აი მართლა გეუბნებიკე. აბა ჩამოდით კახეთში, ჩამოვძანდით კახეთში, გაიგე. მე ჩემთვის ისიც მაქვს, კარტოფილიც მოიყვანე, ხახვიც მოიყვანე, ნიორიც მოიყვანე, პამიდორიც მოიყვანე, სულ ყველაფერი მაქვს მე, კაცო. უნდა გააძლევოს ხალხმა. ხელი უნდა გააძლევოს, მაგრამ არ არის მარტო დაჯდა და ივანიშვილო მოგდეს ფული? თაროამ გადაგიხადოს ფული, ეგ მაგრამ მოგდათ არა. ყველა პენსიონერს არ ვეხები მე. პენსიონერს არ ვეხები. ყველა უნდა გააძლევოს ხელი, ყველა უნდა იწოროს, აბა ჩამოვძადით, კახეთში ჩამოვძადით. კახელი კაცის ხელი და კახელი ქალის ხელი სულ და იგივეა. იცი რა დღეში არ ნახა დაკავება მიდის 1000 უშავ კიდება. ჩამოვძადენ ახლა. ჩვენთან ჩამოვიდნენ.
ჩამოიტანა ჩვენ ვიცით სამუშაოს ვისაც შეუძლია კაცო მარტო მუქთა თუნდაც მაგათ ყოფნა კაცო დიახ პენსიონერს მე არა პენსიონერს მე ატესტები თვითონ პენსიონერი მაგრამ კიდევ მუშაობ კიდევ ჩემთვის მოიყვანე ხალხის კარტოფილის მოიყვანე ლობიოს მოიყვანე ამიდორის მოყავს ეხლა აი ყველაფერი ატამიც მოყავს ვენახის მოყავს ყველაფერი 71 წლის კაცი ვარ მუშაობ მე უნდა გააძლევ ხელი მაგნი არა თავრობა არაფერს არ მოგწევს და არ შეგრეგება ეთოდე რომ მარტო ბუქდა რო უნდა იყოს პენსიონერს არ ვეხები აი ქალბატონებს და აი დიდ პენსიონერს კეთს უღერ მაგრამ მაიტა ახალგაზრდა კაცი თუ ხარ ქართველი თუ ხარ გააძლევ ხელი ისოვი სამუშაოს შეერი არ დარჩები არც ერთი ადამიანი შეერი არ იქნება მარტო უბრალოდ თავრობა რა უნდა გიშველოს რაღაცები კიდე მოგწე დივანის შვილმა კაცო ამ თავრობა რაღაცები თუ შეიძლება პატივცემულო კეთილი მეც მაქვს ახლა შეკითხვა თქვენთან თუ შეიძლება კი ბატონო მომეცი შეგიძლია აი პარლამენტში რომ დეპუტატების ხედან რომლების 99% ხმა არ მოუღია მთელი წლის განმავლობაში ერთხელ ტრიბუნასთან არ გამოსულა იმას უნდა მისცეს მუქთად სახელმწიფომ 14000 ლარი და ვთქვათ სამუშაო ადგილები არ შექმნას ნორმალური პენსიები არ გასცეს ეს არის სწორი არა ნორმალ პენსიონერთა მეცაქვე არ აქვს კარგი სამუშაო პირობები არ არის 800 ლარიანი პენსია ხელფასით არსებობს ახალგაზრდობა მუშაობა არ ეზარებათ მაგრამ არ არის მეტი ხელფასი კარგი 1000 ლარი არა დიახ უნდა გააძლევ ხელი დღეს ეგრე გვიჭის შედობა გვინდა დიახ დღეს რაღაცაა დიახ ცოტა კამარი შემოუჭირო და იგი მუცელზე უნდა შემოიჭირო და უნდა ყველა ვიმუშაოთ. კამარი რატომ არ უნდა შემოიჭიროს 14000 ლარი რომ აქვს პარლამენტის მუქთახორა დეპუტატს ხელფასი მან რატომ არ უნდა შემოიჭიროს და მე რატომ მავალდებულებენ რომ შემოვიჭირო კამარი? არა მომისმინე ერთ რაღაცას გეტყვი ძალიან თქვენსაც გეტყვი რა თქმა უნდა. აი მაგას საკითხს განვიხილავთ ისი იმის გულისთვის რომ არც ეგენი არიან დაუშვათ აი დამსახურებული 14000 ლარი როგორ შეიძლება კონდეს და აი პენსიონერს 350 ეგ დიახ ძალიან მართლა ძანდებით ილია მე ძალიან კარგად ვიცნობ შენ იცი საიდან იცნობ ასავალ და რო ცემნე კომუნიკა გაიგე და ბაშ კაცო იქ რო ცემნე კომე შენი ჩალუგები თვალები რამდენჯერ ენახება მე წოდებოდი კი წინა რეჟიმთან ბრძოლაში ბევრი რამ მოხდა ბევრჯერ დამესწრე თავს თუ ვიდაშო დოკუმენტურად მოიყვები ყველა გაიცემი მაგრამ მადლობა თქვენ საინტერესო იყო თქვენი შეფასება ჩემო ბატონო დიდი მოკითხვა კახეთის რეგიონს ობიექტივის ეთერიდან გეთანხმებით იმაში რომ მე მართლაც ასავალ-დასავალში ვმუშაობდი 3 წლის განმავლობაში სხვა დროს უფრო ადრე ჩემზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა იქ სანამ მუშაობას დავიწყებდი ასე რომ ბევრი ფაქტი იყო ნამდვილად ჩემზე თავდასხმის კუთხით იმიტომ რომ ძალიან კრიტიკული ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიმართ და არა მარტო კრიტიკული, არამედ ეს მოქმედებებში ჩანდა და ვფიქრობ ეს ახსოვს ახლა ერთგულ მაყურებელს და რადიო მსმენელს და თვით წარმოჩინებას არ დავიწყებ. მორიგი ზარია გადაცემაში, შეგიძლიათ ისაუბროთ. გისმენთ? ალო, გესმით ჩემი ხმა? კარგად ისმის ქალბატონო, გისმენთ. ჩემო კარგო. იმ წინა გამოსწორება სწორედ თქვა. არ უნდა ხალხს მუშაობა. ვინც არ არის სწორი, რომ მუშაობა არ უნდა ხალხს. არა, გეუბნებით მე თქვენ ახლა მე სოფელიც მაგ და ქალაქში ვცხოვრობ. სოფელიცში წამოკვდებულები არიან ეს კაცები და ელოდებიან დახმარებას. გაანძრიე ხელი რა, მოიყვანე კარტოფილი, ხარხი, ლობიო, კიტრი, პამიდორი. რატო არ შვებიან ამას? ვინც შრომობს, მიწამდით სოფელში ნახეთ როგორ ცხოვრობენ. მადლობა თქვენ ქალბატონო. მადლობა ზარისთვის, გავიგეთ თქვენი სათქმელი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რაც საზოგადოების მცირე ნაწილში არის, ასე ვთქვათ, ძალზედ პოპულარული, რომ ქართველ ხალხს მუშაობა არ უნდა. ძალიანაც კარგად უნდა ქართველ კაცს და ქართველ ადამიანს მუშაობა. ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წასული არიან ქვეყნიდან, ძალიან ძიმე პირობებში, ქარხნებში და სხვადასხვა შრომით დაწესებულებებში მუშაობენ, ძიმე პირობებში ვიმეორებ, მაგრამ ხელფასს იღებენ სოლიდურს, რითაც ახერხებენ საკუთარი ოჯახის შენახვას და საქართველოშიც გამოგზავნას. ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში შიგნით
არის უამრავი ადამიანი დასაქმებული, ავიღოთ მაღაზიათა ქსელები, აფთიაქები, სხვადასხვა სფერო, რომელი ერთიც გნებავთ, სადაც ხელფასები არის წარმოუდგენლად დაბალი. წარმოუდგენლად დაბალი, რითიც ვერ შეძლებს ადამიანი უბრალოდ არსებობას. ამ ფონზე კი მსხვილი ბიზნესი მდიდრდება, მსხვილი ბიზნესი ფულს შოულობს, აძვირებს ფასებს და გადასახადებს. გვაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ ახლა თქვენ შეიძლება სოფლიდან რეკავთ, მაგრამ თბილისში ჩვენ მწვანილის და კიტრის მოყვანას ფიზიკურად ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ კორპუსებში ცხოვრობს მოსახლეობა და აქ მიწის ნაკვეთი არ აქვს შესაბამისი რაოდენობის. და სოფელში თუ ვინმე ასეთია, ვისაც მუშაობა არ უნდა, ძალიან სამწუხაროა და ამაში უკვე გეთანხმებით. ზარია გადაცემაში შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ჩვენი გადაცემის დასრულებამდე 3 წუთი დარჩა. და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ზარების მიღებას, წამზომი გამორთეთ, გთხოვთ, მე საათი მაქვს და ხედავ რამდენი დარჩა დასრულებამდე ჩემს მობილურში. განვაგრძობთ ზარების მიღება 557 88 55 88. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ობიექტივი გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ. არ არის კავშირი ძალიან მწუხვარ 557 88 55 88 ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ დღევანდელ გადაცემაში როგორია თქვენი ცხოვრების დონე ეს კითხვა დაუსვით დღეს ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს და შესაბამისად პასუხებიც იყო ძალიან საინტერესო და მორიგი ზარი თუ არის მანიშნეთ თუ შეიძლება ძალიან მწუხარ რომ ზარები შემიწყვიტეს ახლა ეთერში და გამითიშეს როგორც ჩანს ტელეფონი არის ჯერ კიდევ დრო და ადრე მომთავრებინებს ჩვენი საეთერო გუნდი რაღაც მიზეზის გამო როგორც ჩანს და ამის გამო მწუხარ ძალიან მადლობა ყველას ვინც გვირეკავდა და გვიკავშირდებოდა ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას ნახვამდის